კერძო კომპანიები Space VIP და Space Perspective მალე ერთობლივი ძალებით კოსმოსური ტურისტობის მსურველებს უნიკალურ გამოცდილებას შესთავაზებენ. ისინი გეგმავენ, რომ 2025 წლისთვის ადამიანები კოსმოსის მიჯნაზე სტრატოსფეროში გაუშვან, სადაც ისინი ულამაზესი ხედის ფონზე საძილობას შეძლებენ. ხომ არ წავიდეთ? იქ მათ სპეციალური კოსმოსური ბურთით გაუშვებენ. სტრატოსფერომდე მიღწევის შემდეგ კი ამ ადამიანებს დანიელი შეფმზარეული რასმუს მუნკი საკუთარ სპეციალურ მენიუს შესთავაზებს. ის რესტორან ალქემისტის ფლობელია, რომელსაც მიშლენის 2 ვარსკვლავი აქვს მინიჭებული. მუნკს სურს მისი მენიუ ისეთივე განსაკუთრებული იყოს, როგორც ეს მოგზაურობა. აღსანიშნავია, რომ Space Perspective-ის კოსმოსური ბურთი ნეპტუნი ტესტერების ფაზაში სულ მალე შევა, ხოლო მისი პირველი მისია 2025 წლამდე უნდა განხორციელდეს. ხომალდი 6 ადამიანს დაიდებს და დაახლოებით 30 კილომეტრ სიმაღლეზეავა. კოსმოსის რეალური მიჯნა კი, რომელსაც კარმანის ხაზი ეწოდება, 100 კილომეტრზეა. ამის მიუხედავად კოსმოსურ ტურისტებს საშუალება ექნებათ იქედან მზის ამოსვლას დააგვირდნენ, რაც დედამიწის მრუდის ფონზე გამოჩნდება. ხომალდზე უსადენო ინტერნეტიც იქნება, ასე რომ ამ გასაოცარი კადრების გაზიარებას ხმელეთზე მყოფი ადამიანებისთვისაც შეძლებენ ლაივ რეჟიმში. მაინც რა დაჯდება ეს ყველაფერი? როგორც ცნობილია, სტრატოსფეროში გამგზავრება და შეფ მუნკის კერძების გასინჯვა დაახლოებით 500,000 ამერიკული დოლარი ეღირება. თავად რესტორან ალქემისტში სასინჯი მენიუ თითქმის 460 ამერიკული დოლარი ღირს. მართალია, ასეთი კომპანიები ხშირად აცხადებენ, რომ კოსმოსური ტურიზმი ყველასთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს, მაგრამ მაგალითად Virgin Galactic-ის ხომალდით მოგზაურობა 450,000 ამერიკულ დოლარამდე ჯდება. შესაბამისად, ამ შესაძლებლობას ჯერჯერობით მხოლოდ მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანები იყენებენ. სხვადასხვა კომპანიის კოსმოსური ბურთი შედარებით ხელმისაწვდომი, უსაფრთხო და გარემოსთვის ნაკლებად საზიანოა. Space Perspective-ის ნეპტუნის ბილეთი სტადილობის გარეშე დაახლოებით 125,000 ამერიკული დოლარი ეღირება. მაგრამ ამგვარ აპარატებში ადამიანები უწონადობას ვერ განიცდიან, რადგან საკმარისად მაღლა არ ავლენ. გამოვყევი კოდის TikTok გვერდზე და ნახე უამრავი საინტერესო ვიდეო. გამოიწერე კოდის YouTube არხიც.